რგოლზე მინდა გავამახვილოს სწორედ წეში გადახვედით. აი ამ ვიდეო რგოლის აბსოლუტურად გაუგებარია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მხოლოდ შიდა პოლიტიკური კიკლაობის სულისკვეთებით არის გაჯერებული ის განცხადება, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა გუშინ, რომ მისთვის საინტერესო საკითხები არ იყო უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში. ძალიან საინტერესოა, რა უნდა იყოს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, რა თემა უნდა იყოს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, რა საკითხზე უნდა იკრიბებოდნენ მინისტრები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, იმისათვის, რომ ეს საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, უპირველესი საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის გახდეს საინტერესო პრემიერ-მინისტრისათვის. გულისხმოვანი რომ პუტინმა თვითონ გუშინაც დაადასტურა, რომ არავითარ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკანწაღება არ მოხდება. ყველაფერმა ამან დაბადა კითხვები, ვფიქრობ, ჩვენ საზოგადოებაში და ალბათ პოლიტიკურ ელიტაშიც გაჩნდა ასეთი კითხვები, რომ საერთოდ ზოგადად შეუძლია თუ არა ხელისუფლებას გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი რეალური საფრთხეები და ჩამოაყალიბოს ეროვნული ინტერესების დაცვის წყობრი პოლიტიკა, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტირების ფორმირების კუთხით, ასევე საშინაო პრობლემატიკის გადაწყვეტის თვალსაზრისით. ვალდებულები არიან და იძულებულებიც არიან, რომ მივიდნენ, მაგრამ პრემიერი არ არის ვალდებული მივიდეს, იმიტომ რომ იქ არაფერი საინტერესო გადაწყვეტილება არ იქნება იმ შემადგენლობით მიღებული, რა შემადგენლობასაც ახვედრებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. როგორი რა ეჭვით ლაპარაკობთ იმას, რომ ქართული ოცნება დაკავებულია თურმე ვიდეო რგოლებით და ამის შექმნით. აი ეს საიდან მოგივიდათ? აი ეს ძალიან მაინტერესებს. სწორედ როგორ მოხდა აი ამ ზღვარს იქით თქვენი გადასვლა? მიხედეთ თქვენ თავსაც. აი ამ დონეზე როგორ უნდა გახვიდეთ, რომ ამოიცანით კოკაკანდიაშვილი ორი ავტომატს რო ისროდა იქ ორ ავტომატს, ხო ერთად. თუ რა მოხდა?